Შეუქმნის თუ არა დაანონსებული მენეჯმენტის სამსახურის შექმნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს. მომავალ კვირას პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის განხილვა იწყება. დისკუსიებში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვთ. რეფორმით გათვალისწინებული ახალი სტრუქტურების შექმნის გარდა დავის მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხიც ხდება. პოლიტიკოსებისა და მესამე სექტორის წარმომადგენელთა პოზიციებს ლევან კვატაშიძე გაგაცნობთ. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მესამე სექტორს ისევ შენიშვნები აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი დაიხვეწა, მაგრამ ხარვეზები ისევ არსებობს. იურისტები უარყოფითად აფასებენ სასამართლოში მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნას და მიაჩნიათ, რომ ახალი სამსახურის მხრიდან მართლმსაჯულების ავტონომიაში ჩარევის რისკები იზრდება. მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც შეიძლება ჩაერიოს სასამართლოს და მოსამართლის საქმიანობაში, ესეც ვფიქრობ, რომ არის პრობლემატური. ასევე ინსპექტორის თანამდებობის შემოღება, რაზეც მოსამართლეებს შორის არის საუბარი და ძალიან დიდი კრიტიკის საგანი გახდა, ესეც არის პრობლემა. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საფრთხეს ხედავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესის ცვლილებაშიც. 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საბჭოს დაკომპლექტება მომავალში მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას შეეძლება. ამ ცვლილებების მიხედვით იურისტები ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ასევე გავლენას მოახდენს უზენაეს სასამართლოზე. კოალიციას შენიშვნები აქვს დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებითაც. მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინური გადაცდომის სახეები კანონში იყოს ნათლად, გამჭვირვალედ ჩამოყალიბებული. ასევე ჩვენ ვეწინააღმდეგებით, რომ საბჭოს მოხელეს დარჩეს ბარათით, სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის უფლებამოსილება, რომ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე შენიშვნები აქვთ ოპოზიციას. დეპუტატები თანხმდებიან, რომ სისტემაში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ წარმოდგენილი ვარიანტით ეჭქვეშ დგება სასამართლოს დამოუკიდებლობა. არის რიგი ხარვეზები, რომელიც საფრთხეს უქმნის სასამართლოს მუშაობის ხარისხს და სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის არის მენეჯმენტის ორგანოს შექმნა, რომ სულ რაღაც გაფართოებული უფლებამოსილებებით, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესის ცვლილება. მოსამართლეთა ინსპექტორის შემოღების თანამდებობის შემოღებაზე, რაც პრაქტიკულად რაღაც ინკვიზიციური ფუნქციის მატარებელი თანამდებობა იქნება და მოსამართლეთა საქმიანობის დამოუკიდებლობას, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონის განხილვისას ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორი. სასამართლოს რეფორმის ბოლო ეტაპია დაგეგმილი. დიდი ყურადღებით მოვისმენთ ყველა მოსაზრებას, რომელიც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ მივცემთ მათ შესაძლებლობას ამ განხილვის პროცესში ჩაერთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგი კანონი მივიღოთ. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტრომ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მისი მიზანი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაა.